მაშასე დღის შოუს კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. 1 დეკემბერს მოგეხსენებათ ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში შიდთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მთელი რიგი კვირეულები და ღონისძიებები ეძღვნება არაერთ ქვეყანაში და ბუნებრივია საქართველოც და ამ შემთხვევაში ჩვენი გადაცემაც უერთდება ამ კვირეულს. და გოგოებო, აქ მექნება შეკითხვა უდესმე თუ გქონიათ ეჭვი. კი, ეჭვი გქონდა ნამდვილად. არა, ოღონდ ეს ალბათ უფრო პაციენტი ვიყავი კიდე სხვა დარგის ექიმების, რადგანაც ავიკვიეტე რომ მე შეიძლება მქონდეს შიდსი, მაგრამ და ანალიზი გაგეკეთებია. არა, 1-2 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მისულიყავი. ლაბორატორიამდე. ეხლა რადგანაც ესეთი ახალი და ცინცხალი ანალიზები, ანუ არც ეს არ აქვს გაკეთებული. კი, მე მაქვს, მე ვიკეთებ ცინცხს რომ ვაბარებ, მაშინაც მოწმდება. არა, ბიძინა ეხა იძახის სხვა რაღაცა. ჩვენ ეხლა აიმედის და შენ რატო ხონდა ეჭვი რომ იმედის ეზოში, ეხლა პირდაპირ კარებთან ჩვენ მოვაკენეთ სკრინინგ მობილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეხლა 15 წუთში, მაქსიმუმ 20 წუთში ვქონდეს. მოიცა ანალიზის სახებიდან 15 წუთში ადამიანი გაიგებს აქ თუ არა მას. პირველად პასუხს გაიგებს აქ თუ არა. თეთრიდან იღებენ სის. ანუ მარტივი ხო არ გავაგზავნოთ. ხო არ გექნება ნანიკო. ესპანი წავიდე? იქნება წავიდე რა კისო ეჭვი. კარგი, მივიღა გადაწყვეტილება რომ წავიდე მობილ ამბულატორიაში ჩავიდე და გავარკვიო არის მაქვს თუ არა. შიცი მე გეტყვით რომ სულ აქვე დგას სულ სამინაბიჯი გვაშორებს კი ვისაც სულ შეგიძლიათ ჩახვიდეთ წავედი მოკლედ მე ჩვენ წამოვიდეთ ახლა ეთერს ხარ დავტოვებთ ყველა აბა შენ იცი მაშასე სანამ იმედის ეზოში ნანიკო ნერვიულობს ახლა და ცდილობს გაარკვიოს სულ რამდენიმე წუთში შიცთან დაკავშირებით ესე იგი ხო აქვს თუ არა რაიმე ასე თქვა სანერვიულო არის თუ არა ინფიცირებული მე მოვიწვიოს სტუმრები სტუდიაში ქალბატონი მაია ცინცაძე ინფექციური პათოლოგიის შიცის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი მობრძანდით და ბატონი ალექსანდრე ასათიანი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გლობალური ფონდის შიცის პროგრამის ჯგუფის წარმომადგენელი მოგესალმებით ალექსანდრე პირველ რიგში გითხარით სულ ასეთი რამდენი მობილია საქართველოში ერთ-ერთი ეხლა ჩვენ სეზონშია მობილიზებული და რამდენია სულ ჩვენი მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს გლობალური ფონდის შიცის პროგრამის ფარგლებში სულ ამ ეტაპზე არის შესყიდული 4 ესეთი მობილური ერთეული შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ მობილური ამბულატორიების პრაქტიკა ამ ეტაპზე წარმატებით არის დანერგილი იმიტომ რომ ზოგადად ჯანდაცვის პროგრამებს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო შემთხვევა არის ის რომ როგორც შიცის სკრინინგის ფარგლებში მოძრაობს ეს ამბულატორიები ასევე ჩართული არის C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში და მოგეხსენებათ გეგმა გვაქვს რომ მოახლოეს 3 თვის განმავლობაში 50000 ადამიანი ტესტირება მოხდეს. ამ ეტაპზე 4 მანქანა, თუმცა მომავალ წელს გეგმავთ ეს რეგიონებშიც არის გადანაწილებული. რეგიონებში არის გადანაწილებული და ამგვარად ხორცელდება დაფარვა. ბოდის გიხდით, მაგრამ როგორც მატყობინებენ, ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ გავესაუბროთ ნანიკოს, რომელიც ახლა ჩვენ სეზონში იმყოფება და სწორედ ცდილობს გაარკვიოს და თუ არა ის შიცით, მე ვიცი რომ რამდენიმე წელი ეს შიში ტანჯავდა მას და საბოლოოდ მოკლედ დავწმუნდებით რომ არაფერი, ასე ვთქვათ, სანერვიულო მას ამ შემთხვევაში არ აქვს. ნანიკო, მოგესალმებით, თუ მიაგენი ანუ სკრინინგ მობილს, თუ შეხვდი უკვე ბრიგადას? აი მე ჩამოვდივარ უკვე, სულ 2 ნაბიჯი მაშორებს, რომ შემოვიდე და დავშდე და გავესაუბრო ქალბატონი ნინო გოგიაშვილი. მოგესალმებით, ის გახლავთ NKT კონსულტანტი. რას ნიშნავს NKT კონსულტანტი და მოდი დავიწყოთ გასაუბრება. NKT კონსულტანტი ნიშნავს ნებაყოფლობით კონსულტაციას და ტესტირებას. აჰა, ნებაყოფლობით მოვედი თქვენთან რომ არაფერი ძალდატანებით, პირადობა თუ შეიძლება ჯერ. აი, იმებეთ მომზადებული მოვედი, მაგრამ მე მინდა მაყურებლებს უთხრა რომ თუ კი მაქვს შიცი, მე ამის არ მეშინია, იმიტომ რომ 21 საუკუნეში უკვე ისე განვითარდა მედიცინა, რომ ეს არ არის მომოხდინებელი დაავადება. ასე რომ სრულად ნერვიულობის გარეშე ვატარებ აი ამ ტესტს ახლა. მადლობა. გადავიდე ლაბორატორიაში. მადლობა. ანალიზის ჯანმრთელობას გისურვებ. მადლობა. ასევე მე გადმოვედი ქალბატონ მაია ნადირაძესთან. გამარჯობა, დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან მარტივია ხომ პროცედურა? მარტივი არ არის სახში, არ არის კინეო. ფაქტობრივად ყველაფერი არის ერთერადი. ნუ ეს ცხადია. დაავადებათა კონტროლის სხვანაირად ცენტრის სხვანაირად არის ამ და. უი, ვერც ვიგზენი. აი ეს ერთი ცხრილეთის შედეგად სულ 10 წუთში გავიგებ სავარაუდოდ მაქვს თუ არა C-ჰეპატიტი ან შიცი ხომ? კი. ნახეთ ნერვიულ რთულცივა სისხლი არ გამოდის. ძალიან ცოტა. სისხლი არ მოდის მეგობრებო, მე მგონი მართლაც ნერვიულობის ბრალია, მეორეჯერ ჩხვლეტა უწევს. არა? მოი რა კარგია. მადლობა, შემიძლია სტუდიაში ავიდე ცოტა ხნი და 10 წუთში. კარგი, დიდი მადლობა, ვიმედოვნებ რომ ყველაფერი კარგად იქნება დროებით.
მოვდი ვარ გოგოებო. ხოდებით სტუდიაში, მანამდე კი სტუმრებთან ერთად. კალტომაია, თქვენთან მექნება კითხვა. ეხლა ეს ინფექცია რო ძალიან ასე ვთქვათ პრობლემაა თელი მსოფლიოსთვის 2014 წლის მონაცემს, რომელსაც მე გუშინ ვეცნობოდი, დაახლოებით 37 მილიონი ადამიანია დღეს მსოფლიოში შეპყრობილი და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, ცუდი გაგებით ვამბობ 2.600.000 ბავშვი აქედან ამ დაავადებულთა შორის. თუმცა ერთი ასე ვთქვათ ტენდენცია, ტრენდი რომელიც არსებობს, ეს დაავადება ბოლო წლებში მსოფლიოში მისი გავრცელება მცირდება, თუმცა როგორც ვიცი, საქართველოში ყოველწლიურად სტატისტიკა დამამშვიდებელი არ არის და ის იმატებს. აბსოლუტურად მართალს ვძანებთ, მსოფლიოში ანტირეტროვირუსულმა, ანუ შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობამ შეიძლება ითქვას გადატრიალება მოახდინა იმ მხრივ რომ მსოფლიომ თავიდან აიცილა დაახლოებით 2000 წლიდან 2014 წლამდე 30 მილიონი ახალი შემთხვევა და 17 მილიონი სიკვდილიანობის შემთხვევა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ძალიან წინწასულია ამ მხრივ მედიცინა და ასევე მინდა გითხრათ რომ გარკვეულწილად მთელ რიგ ქვეყნებში შემცირდა კიდევაც ახალი შემთხვევები, თუმცა აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც სამწუხაროდ გვაქვს ზრდის ტენდენცია. მაგალითად, აი მიმდინარე წელს სულ გამოვლენილია, ჯერ წელიწადი არ არის მოიხსენებათ დამთავრებული. 5000-ზე მეტი. 5000-ზე მეტი შემთხვევა მთლიანად, დიახ, მაგრამ აი მხოლოდ მიმდინარე წელს დაახლოებით 640 ახალი შემთხვევა გამოვლენილი, რაც შარშანდელ პერიოდს 140 შემთხვევამდე აღემატება. ძალიან ბევრია ჩვენი ქვეყნის პროცენტულად, ხო, ჩვენი ქვეყნის? კი ბატონო, საქართველოსთვის ეს საკმაოდ დიდი ციფრია. მაღალი მაჩვენებელია. და ყველაზე მეტი პრობლემა, რაც მაგალითად დღესდღეობით ჩვენთან დგას, ეს არის გამოუვლენელი შემთხვევები. ეს კი ბატონო და რა თქმა უნდა არიან ინფექციის. თუმცა მსოფლიო სტატისტიკაც ამბობდა, ეს 37 მილიონი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 54%-მა ეს რომელიც არ იცის, ანუ გამოვლენელი არ აქვს ასეთი სტატისტიკის ნაწილი. ამიტომ მსოფლიოში ძალიან არც ისე სახარბიელოა ეს გამოვლენელ რაოდენობათა პოპულაციის წილი, მე როგორც ვიცი. კი, რა თქმა უნდა, ეს ასე ვთქვათ, სურათი გარკვეულწილად ანალოგია არის ჩვენს ქვეყანაშიც და 40% მართლა გამოუვლენელია შემთხვევებია, რაც თავისთავად ზრდის შემდეგ დაავადების გავრცელებას. ასევე მეორე პრობლემა, რაც ჩვენ გვაწუხებს, ეს არის გვიანი დიაგნოსტიკა. წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ეს სასურველია, კი ბატონო. ნანიკო, ველოდებით ჩვენს პასუხს. სასურველია რომ ჩატარდეს ეს და ამ დროს შესაძლებელია რომ აი უფასო ტესტირებით გამოვრიცხოთ ელემენტარულად ეს დიაგნოზი და შემდეგ ვიფიქროთ მაღალ ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე. ბატონო ალექსანდრე, აი თქვენი ფონდი რას აკეთებს კერძოდ ამისთვის, ან სახელმწიფო რას აკეთებს, რომ აი ეს შემცირდეს ეს შემთხვევები და გამოვლინდეს დროულად. ეხება ვალდებულებას რეალურად ქვეყანაში სავალდებულო გამოკვლევა აი ინფექციაზე ხორციელდება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის პარალელში და ასევე სისხლის დონაციის დროს. რაც შეეხება გლობალური ფონდის საქმიანობას, ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ნაწილი ვართ. გლობალური ფონდი საქართველოს ფინანსურ ხარდაჭერას უკვე 10 წელიწადზე მეტია გამოუყოფს. ეს არის არა მხოლოდ აივ-შიდსის, არამედ ტუბერკულოზის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი შარშან გახდა გრანტის ძირითადი მიმღები და ადმინისტრირებას უკეთებს შიდსის პროგრამა, სადაც ამ ეტაპზე 10-ზე მეტი ქვეკონტრაქტორი ყავს. მუშაობა მიმდინარეობს როგორც პრევენციული მიმართულებებით, ისე სამკურნალო ღონისძიებების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია. მეტწილად, რაც ხდება საქართველოში შიდსის პროგრამაში, ჯერჯერობით მაინც დონორულ დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა მიმდინარეობს კონცენტრირებულად სარისკო ჯგუფებზე, თუმცა ვინ არის სარისკო ჯგუფი თუ შეიძლება? სამი სარისკო ჯგუფი არის, ეს არის ნარკოტიკების ინიექციური გზით მომხმარებლები, მამაკაცები, რომელსაც აქვთ სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებთან და კომერციული სექსმუშაკები. ეს არის სამი ძირითადი რისკ ჯგუფი. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ზოგად მოსახლეობაში ჰეპატიტისგან განსხვავებით დაავადების გავრცელება არ იყოს ისეთი მაღალი, თვითონ რისკ ჯგუფებში კონცენტრაცია და ის ტენდენციები, რაც უკანასკნელ წარსულში ხდება, ანუ არის ყურადსაღები და მნიშვნელოვანი. თქვენ გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ გადადების გზებზე და რისკ ჯგუფებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ, ანუ რა არის ეს გზები, რომლითაც გადაიდება ყველაზე ხშირად შიდსი და როგორ შეიძლება აუხსნათ თუნდაც საქართველოში დღევანდელი სურათი და რეალობა, რომელიც გულისხმობს მზარდ, ასე ვთქვათ, რაოდენობას.
კი ბატონო, რა თქმა უნდა, რისკ ჯგუფებიდან გამომდინარე გასაგებია უკვე გადაცემის გზებით, ხო? საერთოდ შიციას გახლავთ სისხლისმიერი ინფექცია, ამიტომ პირველი გზა ეს არის სისხლის და მისი პროდუქტების გადასხმა. შეუმოწმებელი რა თქმა უნდა. ასევე ამ სისხლის ხედავთ პლაზმაზე ნარკოტიკის მომხმარებელზე მოდის ყველაზე მეტი როგორც ჩანს, ხო? ეს დიახ თუ ავიღეთ კუმულაციურ რიცხვს, ანუ სულ რეგისტრირებულ შემთხვევებს, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევები უფრო გაიზარდა, დიახ. და მინდა გითხრათ, რომ ძირითადად საქართველოში ინფიცირების შემთხვევები არის გარედან შემოტანილი, ასე ვთქვათ, და შემდეგ ხდება უკვე ქვეყნის შიგნით ლოკალური გავრცელება და ძირითადად ეს გახლავთ უფრო წინა წლებში იყო, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან ხდებოდა შემთხვევები, საიდანაც მოდის ეს უკრაინის ძალიან მაღალია. კი, მაღალია და აი ბოლო პერიოდი არის, რომ აი საბერძნეთიდან მოდის განსაკუთრებით ბევრი. თუმცა აი გადადების გზები ხალხმა მე ვფიქრობ რაღაცა მოიჭრა ჩვენი აზრი და ბოლომდე ვერ დავასრულეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ. კიდევ ერთხელ ვთქვათ, პირველი თქვენ ახსენეთ სისხლის გზა. სისხლის გზა, სადაც შედის როგორც ინფიცირებული სისხლის და მისი პროდუქტების გადაცემა, ასევე აქ განიხილება არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენება, როგორც სამედიცინო მანიპულაციების დროს, ასევე შეიძლება ეს არასტერილური იარაღები გამოყენებული იყოს სალონებშიც, იგივე ტატუირების და პირსინგის ჩატარების დროს. მეორე გზა ეს გახლავთ სქესობრივი კონტაქტი. ამის მაჩვენებელი სხვა არსებობს შემთხვევით, აი თქო სალონებზე რამდენი მოდის სტატისტიკის მიხედვით. ესეთ რა ახლა მე უკვე 20 წელზე მეტია რაც ცენტრში მუშაობ და სალონში აივ ინფექციის გადაცემის შემთხვევა ნამდვილად არ დამიფიქსირებია, მაგრამ საკმაოდ მაღალია ჰეპატიტების გადაცემის დაიწყო მონიტორინგი სალონების, სადაც უნდა იყოს აღმოფხვრული ყველა შემთხვევა, სადაც თქოთ არ არის სტერილიზატორი, რომელიც აკმაყოფილებს ძალიან კარგი მეორე გზა მეორე გზა ეს გახლავთ სქესობრივი კონტაქტი, როგორც ჰეტერო ასევე ჰომოსექსუალური ურთიერთობების დროს და მესამე ეს არის ვერტიკალური, ანუ დედიდან შვილზე გადაცემა. მე მგონი დრო არის ჩავიდე გავიგო, მაქვს თუ არა რეალს, მაგრამ ერთ რამეს დავამატებ. ნერვილობ ვიძახე, არაფერზეც არ ვნერვილობ, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს დაავადება არ არის მომაკვდინებელი, მედიცინა ისეთი განვითარებულია, რომ მე შეიძლება რემისია მქონდეს სიცოცხლის ბოლომდე. და ისიც რომ მე ვერ ვიქნები მეგობრებთან ისე როგორც ვარ, ესეც უკვე მე მგონი ეს სტერეოტიპი. ხო, მაგრამ ეს კონფიდენციალურია, შეგიძლია დამალო, მაგრამ შენ არ დამალავ. გამაგებინებ თელ საქართველოს ჩემი დიაგნოზი. ადი და შეგვატყობინე სასტრაფო წესით. მაინც რა ვიცი რომ ვიცოდეთ. სანამ ნანიკო ჩვენ ახლა პასუხს მოგვეტანდეს და გულწრფელად გაგვიმხელდეს მის ინფიცირების თუ არ ინფიცირების შესახებ, ხალხო, ჩვენ ჩამოვთვალოთ პლაზმაზე ხავ ჩვენ ხედავთ იმ მდგომარეობებს და სიტუაციებს, როდესაც არ გადადის ეს დაავადება და კიდევ ერთხელ ხელი შეუწყოთ ამ ცნობიერების ამაღლებას, რის მიზანიც არის ჩვენი დღევანდელი რუბრიკა. ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით არ გადადის ბუნებრივი. დახველებით, სემინებით, ამ ეს არ არის ჰაერწოთოვანი ინფექცია. საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით, ბუნებრივია. საერთო ტუალეტით ან აბაზანის სარგებლობით, საცურავ აუზით სარგებლობით. ეს მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია. კოღოსა და მწერების ნაკბენით და აივ ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო გარემოში. ეს ის პირობებია, როცა პრაქტიკულად ამ ინფექციის გადაცემა არ ხდება. ვარ დაამატებდით აი ეს. ანუ ბატონ ბიძინა. მე ვიცი რომ აი სტერეოტიპული დამოკიდებულება ახლა ბიძინამ ძალიან დროულად ჩამოთვალა ეს მიზეზები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არსებობს სხვა ადამიანების მხრიდან ეს ფთარი შეხედულებების სტერეოტიპული დამოკიდებულება. თქვენ შემთხვევაში ანუ ალბათ ყოფილა ხო მსგავსი სიტუაციები და იცნობთ კიდე ალბათ ასეთ ადამიანებს. ბოლო პერიოდში მინდა გითხრათ, რომ გარკვეულწილად გამოსწორდა საზოგადოების დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ გააცნობიერეს, რომ აღარ არის იმდენად გადამდები. სამედიცინო მომსახურებები უარსებდებიან. კი, გამიგია ასეთ შემთხვევაში. ესეთი ფარული გადაღები და ასე შემდგომ. კი ბატონო, ესეთი შემთხვევებიც არის, რომ სამწუხაროდ იგივე სამედიცინო დაწესებულებებში უარსებდებიან მომსახურებაზე, რაც არაფრით გამართლებული არ არის. და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დავუშვათ აი ამ პაციენტი? ანუ ამ მიმართულებით წელს პირველად გაეშვა საპილოტო რეჟიმში მედია კამპანია. ჩვენ შევიმუშავეთ საკომუნიკაციო სტრატეგია ატლანტის CDC-ის თანამშრომლების დახმარებით და მომავალ წელს მართლაც დიდ ნაბიჯებს გვეგმავთ ამ მიმართულებით. ერთ-ერთი ჩვენი კომპონენტის ფარგლებში ასევე მუდმივად ვატარებთ კვლევებს და ეხლა მიმდინარეობს კვლევა ზუსტად სტიგმის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ყველა ის ნაბიჯი, რასაც ჩვენ გეგმავთ მომავალი წლისთვის, არის გარკვეულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ეს კვლევა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ჩვენს
ვებგვერდზე და ისევ და ისევ პირველი ამოცანის ფარგლებში ყავს ერთი ქვეკონტრაქტორი მიმდინარე პროექტია, სადაც ხდება უფლებადარღვევების кейსების შეგროვება, ამ кейსების შეკითხვა და ამავე პროექტის ფარგლებში ექსპერტების მიერ მზადდება გარკვეული რეკომენდაციები საჭიროების შემთხვევაში ან საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა, ან თვითონ ოპერაციული საკონტროლო ბიზნეს პროცესების იმგვარად შეცვლა. დიდი მადლობა. ამასობაში მინდა პროდიუსერს ვკითხო, ამასობაში ნანიკოს რა ბედი ეწია, ცოცხალია. გვაჩვენებენ, გვაქვს საშუალება თუ არა რომ ვნახოთ. გვაქვს გქონია საშუალება და ეხლა ვნახავთ, აი ჩავიდა. ხო გამოვედი, აქ მოვიდე თუ იკავიდე? სადმე მიდი? სადმე იპოვე გზა? გზა ნაპოვნი მაქვს, უბრალოდ მაინტერესებდა იქითკენ თუ აქეთკენ მოვედი ისევ. მინდა გითხრათ რომ ესე საჯაროდ არ ხდება. ეს ვიცი რომ კონფიდენციალურია. ვიცია გამონაკლისის შემთხვევაში. ესე იგი არ არის უარყოფითი ტესტი? არ არის დადებითი. არ არის დადებითი, აქ პირიქით. კიდე კაი ღმერთო, არა გაქვს. ნანიკო გილოცავთ, ამოისუნთქე შვედით. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის საშიში, თუ კი მე შემთხვევით აღმოჩნდა. არც ჰეპატიტი არა გაქვს? არა, მაქსობიკო არაფერი. მადლობა მე ვიცი რომ მე არაფერი დავემართებოდა, იმიტომ რომ მედიცინა დღეს ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ კარგია რომ არ მაქვს. მადლობა, ხალხო, ხალხო, გემშვიდობებით. დიდი მადლობა ჩვენს გილოცავთ ნანიკო და გელოდებით კვლავ.